საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულო საჭარის ფილიალის ხელმძღვანელობით დღეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქეთში მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გააპროტესტეს. ისინი ახალ ხელისუფლებას მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის რეფორმირებისაკენ მოუწოდებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის ყოფილი პირველი პირის საქციელს ერის ღალატად აფასებენ და აღნიშნულ ქმედებაში გათურქების საშიშროებას ხედავენ. მათი აზრით მოქალაქეობის მინიჭებამდე პიროვნებას წარმომავლობა უნდა იქნეს შესწავლილი და რეგისტრაციის მსურველი ქართულ ენას დამაკმაყოფილებლად უნდა ფლობდეს. მინიჭება ეს უპირველესად ენის ქვეყნის ღალატის სტოლფასია, ჩვენ ასე ჩავთვლით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ყველა ხმის უფლებით ისარგებლებენ მომავალ არჩევნებში. ადამიანმა, რომელიც არ იცის ქართული ენა, ადამიანი, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს ისტორიას, არ არის შეხედული. ადამიანი, რომელიც ქართული კულტურიდან მოწყვეტილია, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებზე მოქალაქეობის მინიჭება. ხედავთ საშიშროებას თურქი მოქალაქეების საქართველოში ჩაწერით ხელისუფლებისაგან ვითხოვთ იმას, რომ ქართველი ადამიანი დაფასდეს საქართველოში და ქართველზე წინ იქნება სხვა ეროვნების წარმომადგენელი.